ამერიკის შეერთებული შტატების შუამდგომლობით მიღწეული ისტორიული შეთანხმების შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები ერთად პირველად შეიკრიბნენ. ეს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე. ევრონიუსის პანელზე მოხდა. აგვისტოში მიღწეული შეთანხმებით მხარეებმა 3 ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე ომი დაასრულეს და ამით მძიმე წარსულის მქონე რეგიონისთვის კეთილდღეობით სავსე მომავლის იმედი გააჩინეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მშვიდობა რეალურად აქტიური გადაწყვეტილებებია, რომელთა მიღებაც ლიდერებმა უნდა განაგრძონ, რათა გახანგრძლივებული კონფლიქტები თავიდან აირიდონ. ჩვენ სიტუაცია ჩვენს ხელთ ავიღეთ და აღვასრულეთ მართლმსაჯულება, აღვადგინეთ საერთაშორისო სამართალი, ჩვენი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ამის შემდეგ მივახციეთ მშვიდობას. შემდეგ კი შევჩერდით, როგორც იმ ქვეყნის ლიდერი, რომელიც 30 წელი იტანჯებოდა ამ ომის დასრულების მცდელობებში, გეტყვით, რომ სწორი დროის შერჩევა არის ძალიან პასუხისმგებლიანი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ღიად გეტყვით, რომ ჩვენ შეგვეძლო გაგვაგრძელებინა ეს პროცესი, თუმცა ეს მხოლოდ მორიგ დაუსრულებელ ომს მოგვიტანდა, მეტ ტანჯვასა და მეტ მსხვერპლს გამოიწვევდა. დაახლოებით იგივე გზავნილი გააჟღერა სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგან ხაჩატურიანმა, რომელმაც მხარეებს შორის მიღწეული მშვიდობის სიკეთეებზე ისაუბრა. სოფლიოს უარესი სიტუაციაც უნახავს, უარესი დანაკარგებით, მას ნამდვილად უარესებიც გადაუვლია. მაგალითად, ევროკავშირის ჩამოყალიბება მეორე მსოფლიო ომის შედეგი გახდა. ეს ქვეყნები მტრებად არ დარჩენილან. ჩვენ შემთხვევაშიც არსებობს ინტერესები, რომლებიც ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასთანაა დაკავშირებული. სომხეთის მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ იყიდონ აზერბაიჯანული ნავთობი საკუთარი ავტომობილებისთვის. წლების წინ ასეთ საუბარს მტრული რეაქცია მოჰყვებოდა, მაგრამ ეს ის ახალი რეალობაა, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ. სამხრეთ კავკასიის ორ ლიდერს პანელზე სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩიც შეუერთდა. მისი თქმით, სამყარო ბნელი მომავლისკენ მიექანება. სავალალო შედეგების თავიდან ასარიდებლად ის მოუწოდებს ლიდერებს მრავალმხრივი თანამშრომლობა პრიორიტეტად აქციონ. ახლა ყველას გნავს მხოლოდ საკუთარ ეროვნულ ინტერესზე. მულტილატერალიზმი აღარავის ადრდებს. ეს კი ყველაზე დიდი შეცდომაა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა წარსულში უკვე დავუშვით. ახლა ამას ვეღარაფერი გამოასწორებს. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის განშორება არ იქნება დროებითი საკითხი. ეს დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება. საბოლოო ფასს კი გადავიხდით ყველა. დავოსში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე ევრონიუსის ესპანელი ევრაზიის ეკონომიკურ იდენტობას დაეთმო. გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობა დავოსში 23 იანვრამდე გაგრძელდება.